Great Fall M4 ნამდვილად იმსახურებს ხალხის სიმპათიას. ეს ქალაქში სიარულის დროს კარგად გამოჩნდა. მისი ფორმები მართლაც რომ ორიგინალური და დახვეწილია. საერთოდ ჩინელები ზედმეტად თავს არ იწუხებენ დიზაინზე ფიქრით, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც შეიტანეს ცვლილებები. M4-ის ექსტერიერი, რომელ ავტომობილს გავს, ეს უკვე თქვენთვის მომინდია, მაგრამ ინტერიერი და მაჩვენებელთა დაფა მართლაც ორიგინალური გამოუვიდათ. ძალიან მომეწონა მაჩვენებელთა დაფა. სპიდომეტრი. ძალიან ორიგინალურია. რაღაც კილომეტრებს რო გვიწერს ლათინური ციფრებით და არა თქვათ ის არის აქ მხოლოდ ტახომეტრს. და ეს დიდი მონიტორი, რომელიც არის touch screen-ი, ანუ შეხებაზე რეაგირებს. შეგვიძლია equalizer-ებს მოუმატოთ, შეგვიძლია დავაკლოთ. შეგვიძლია აგრეთვე არის USB, შეგვიძლია მართოთ რადიო. და რადიოსაც თვითონ გადავდივართ ტალღებზე უკვე მონიტორზე შეხებით. ყველაფერი კარგი აქვს, ხარისხზე ახლა ბევრს არ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა არის ბევრი პლასმასი გამოყენებული. და შეიძლება უფრო კარგი ხარისხი გაეკეთებინათ. პირველ რიგში, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ვზივარ საკმაოდ მაღალზე. ეს ყოველთვის არ გხდება, იმიტომ რომ მაინც და მაინც ამ მანქანას სხვა ჩვეულებრივ სედანებთან შედარებით აქვს მაღალი დაკიდების სისტემა. ანუ მაღალი დაშვება. აი უკან აქვს ძალიან დიდი თავის მისაყრდნობები, რომელიც ხედვას ცოტათი გიფარავს. მაგრამ ამის კომპენსაცია არის აქვე მინდა გითხრათ, ორი დიდი სარკე და უკანა ხედვის კამერა, რომელიც გვაქვს უკანა სვლაში. საჭე აქვს, მართლაც კარგი. უბრალოდ ახლა დიზაინში რა გითხრათ, სამხარეს აქვს მულტი საჭე, ანუ მარცხენა ხელით შეგიძლიათ რაღაცები მართოთ. შეიძლება ეს იმიტომ გაითვალისწინეს, რომ ავტომობილი მექანიკა და ამ ხელით უნდა გადავრთოთ და მარჯვენაზე არ გააკეთეს ღილაკები. ან უბრალოდ ვერ გათვალეს. ვერ გეტყვით, შეიძლება მაღალი კომპლექტაციის ავტომობილს ორივე მხარეს ჰქონდეს. აი ხედავთ წითელი ძაფი, რომელიც ძალიან უხდება და ზომაც ძალიან კარგი აქვს. არის სამქიმიანი. ეხლა ჩავხედოთ M4-ის ძრავს. ესე იგი, M4-ის ძრავი არის 4 ცილინდრიანი, 1.5 ლიტრი მოცულობის და მას 95 ცხენი ძალა აქვს. ყოველშორის არ აქვს დიდი ძრავი, შეიძლება იფიქროთ, რომ ავტომობილი ცოტა დიდია, გაბარიტებით მძიმეა და შეიძლება ძრავი არ იყოს, მაგრამ ძრავი ნამდვილად ყოფნის, აქვს მექანიკური კოლოფი, რომელიც რა თქმა უნდა, აგრეთვე არის ძლიერი, არის 5 სიჩქარიანი, ამასაც მინდა ხაზი გაუსვა და თვითონ მდგრადობა ამ ავტომობილის მე ძალიან მომწონს. ეხლა არ ვიცი ცენტრიდან გამოყვანილია ეს მანქანა ახალია და შეიძლება ცოტა დაბედილიც არის საბურავად, მაგრამ მაინც ძალიან კარგად დგას. მე შეგვირდით, რომ Great Fall-ის ყველა ავტომობილს განვიხილავდი გადაცემაში და ნელ-ნელა აი მოდის ყველა ავტომობილის ჯერი. სხვათა შორის მე წინაზე, როდესაც პიკაპი ვატარე, საკმაოდ კომფორტული პიკაპი, აქვე ამასაც მინდა ხაზი გაუსვა. ძალიან მომეწონა. ესეთი კომფორტული პიკაპი მე კაი ხანი არ მიტარებია და ამით რას მინდა ხაზი გაუსვა, რომ თვითონ ავტომობილი ძალიან მიახლოებულია უკვე ჩინური. რა თქმა უნდა, აღარ არის დასაცინი თემა. ნებისმიერ ევროპულ ავტომობილთან არის ძალიან მიახლოებული და ზრუნავენ. უკვე ზრუნავენ იმ გზავრებზე და იმ ადამიანებზე, ვინც ეს მანქანა უნდა შეიძინოს სამომავლოდ. ანუ ყველაფერი, ყველა დეტალი არის გათვლილი. აი ეს მანქანა თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაც პატარა და
ტევადი არ არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საოჯახო ავტომობილია. მე ვიცი, ახლა ძალიან ბევრ მანდილოსანს მოეწონებოდა ეს მანქანა და დააინტერესებს, რადგან მანქანა მართლაც ესეთია კომფორტულია და ამის ბევრს უთქვამს, რომ აი ქალის მანქანა ხა ეს ცნება არ არსებობს ეგეთი, რომ მაგალითად ავტომობილი აუცილებლად ქალის უნდა იყოს, მაგრამ არის ავტომობილები, რომელსაც შეხედავ და აი ეს არის ამდვილად მანდილოსნის მანქანა. იმასაც ვერ გავექცევით, რომ დღეს იმ ხელა ჯიპებზე ხედან ქალები, რომ ძლივს დადიან ქალაქში. აი ესეთი მანქანით ამდვილად ივლის მანდილოსანი. და კიდე რას მინდა ხაზი გავსვა, ეს თუ არის მექანიკური სიჩქარის კოლოფი, მე წეღან ვიკითხე Great Wall-ის ცენტრში და სულ მალე გვეყოლებაო ავტომობილი, რომელსაც ექნება უკვე ავტომატური სიჩქარის კოლოფი. ასე რომ მანდილოსნებო, იჩქარეთ, ფერები არის თეთრი, ვერცხლისფერი, შავი, არჩევანი რა თქმა უნდა დიდია. თუ შეუკვეთავთ, შეიძლება წითელიც შემოგიყვანონ. სალონიკი როგორც ამ კლასის ავტომობილს შეეფერება, დიდი და ტევადია. ეხლა გაჩვენებთ M4 საბარგულს. იღება ღილაკით და როგორც ხედავთ, აქ არის პატარა დაფა მსუბუქი ნივთებისთვის. შეგვიძლია ეს გადავწიოთ. აქ გვაქვს სათადარიგო საბურავი და ერთი შეხედვით შეიძლება დიდი არ იყოს საბარგულის მოსულობა, მაგრამ შეგვიძლია ერთი ხელის მოძრაობით ის უბრალოდ გავზარდოთ. აი ასე. თქვენი საბარგული უკვე გაიზრდება. ქალაქში სიარული მართლაც სასიამოვნოა. გაბარიტებსაც მალევე აუღებთ ალღოს. პატარა უგზოობაშიც ადვილად გადახვალთ, რადგან დაკიდების სისტემა ამ ავტომობილს საკმაოდ კარგი აქვს. უგზოობა ვახსენდა, რატომღაც 4x4-ზე რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ავტომობილი წინა წამყვანია და აღმართზე მოძრაობა მით უმეტეს სუალზე ან თოვლიან საფარზე გაგიადვილდებათ. კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, რომ გვაქვს უკანა ხედვის კამერა. ძალიან მომეწონა სიჩქარის კოლოფი. მე საერთოდ არ მიყვარს მექანიკა, თქვენ იცით ალბათ. უბრალოდ მთელი ბავშვობა მე მექანიკური ავტომობილებით, მექანიკური სიჩქარის კოლოფით მყავდა ავტომობილები თითქმის 9 წელი და ასე ვთქვათ, მართლა ამოვიდა ყელში, მაგრამ და ის მცნება, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ის მცნება, რომ მექანიკა ნაკლებს წვავს, ესეთი რამე უკვე აღარ არსებობს, თანამედროვე ავტომატური კოლოფები უფრო ნაკლებს წვავს. მინდა გითხრათ და თუ ორ ჩვეულებრივ ავტომობილს აიღებთ, თუ თქვენ კარგად არიცით მექანიკური კოლოფის მართვა, მაშინ შეიძლება ავტომობილმა ცოტათი უფრო მეტი დაგიწვათ. აი თუ თქვენ დაამუღამებთ უკვე ავტომობილის მართვას, მექანიკას, ეს მანქანა უკვე თქვენი გახდება, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა დაუმუღამებთ საწვავის წვასაც. საწვავის მოხმარებაზეც გეტყვით 6-დან 9 litrამდე. კვადროს შემთხვევაში კი ცოტათი მოიმატებდა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ავტომობილი სრულიად ახალია და მისი ფასი $12,000. უკვე შევეჩვიე, გაბარიტებს შევეჩვიე, გასწრებაზეც თავისუფლად გავდივარ. მე კმაყოფილი ვარ Great Wall-ის. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და მე გვპირდებით, რომ სხვა მოდელებს შემდეგ გადაცემებში აუცილებლად შემოგთავაზებთ.